Salmები პოლიტპატიმრებს, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ყველაფერი ის, რაც ფასებთან დაკავშირებით ხდება, არის ქართული ოცნების და ივანიშვილის ბრალეულობა. პირველ რიგში ეს არის დამსახურება ინფლაციის, მეორე ეს არის დამსახურება იმის, რომ მათ გონიათ და დღეს ეს მოვისმენთ გასაოცარი ამბავი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა რატომ ღირს სურსათი და პროდუქცია ძვირი. არა, დაავალა კარტელური გარიგება თუ არის, ამის საბოლოო ჯამში ანუ რაც კი სუპერმარკეტები, რაც კი პროდუქცია შემოწა, აი გაბედეთ თქვენ მოისურვეთ და შემოიტანეთ საქართველოში ქართულ ოცნების ლიდერებთან დალაგების გარეშე. გამორიცხული ეს ადამიანები საბოლოო ჯამში ვისაც უნდა ეხლა ქართული ოცნების ეს ახალი ბანდა, შიდა ბრძოლაში დროებით გამარჯვებული ბანდა, ეხლა ვისაც ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და ასე შემდეგ ფარველობდა, იმათ ტყავს გააძრობენ ისე რომ ხორცი არ გადაყვეს, აი ზუსტად ესე გაუკეთებენ, შემდეგ თავიდან გადალაგდებიან. როგორც ეხლა კალაძე ამბობს, რომ თურმე ბაღების გაერთიანების დირექტორთან არანაირი კავშირი არ ქონდა. ეს არის ტყუილი, პირადად ვიცი რომ ტყუილია და კახა კალაძე არის ამ კორუფციაში ბოლომდე ჩაფლული. იმ დროს, როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციაზე ვარს ვამბობდით, იმ დროს, როდესაც რუსული კანონი შემოქონდათ, იმ დროს, როდესაც საერთოდ რეგიონში ომი დაიწყო და მათ შორის ჩვენ თბილისი და სხვა ქალაქებიც იღებდა უკრაინიდან ბავშვებს და თითქოს იმ დროს, როდესაც ახალი ბაღები უნდა აშენებულიყო, ეს ნაძირლები ბავშვებს ბაღში პარავდნენ საჭმელს. და ესენი გამოდიან ახლა და მორალზე გვესაუბრებიან. პარკს გახსნიან ადამიანი ბავშვი გარდაიცვლება, კალაძის პასუხისმგებლობა არ არის. ბაღების დირექტორი ფულს იპარავს მილიონობით ლარს და ბავშვებს ფულს პარავს, კალაძის პასუხისმგებლობა თქვენ კალაძეზე გადახვედი. არა, კორბად მივდივარ, ზუსტად რისი დამსახურება ის რომ ფასები არის და ეს რაც ხდება. უბრალოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისი არ შენდება კორპუსი რომ კალაძეს და მის ბანდას იქ არ შეხვდეს ფართი და საკუთრება, კალაძე ამაზე პასუხისმგებელი არ არის და შემდეგ გვიკვირს რატო გაიზარდა ფასები. გარდა იმისა რომ არის კარტელური გარიგება, თქვენი ლოგიკით ბაზარი კი არ არეგულირებს ამ მაღალ ფასებს, არამედ ხელისუფლების გამო იყო ეს მაღალი ფასი. დიახ, არის. ეხლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ მის გამო აღარ იყოს ეს მაღალი ფასი. ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ის რომ ის ვისაც ღარიბაშვილი, ლილუაშვილი კრიშავდა, ახლა დაკრიშავს კობახიძე, კალაძე და დინარაძე. კაი ვნახოთ, შევხვდებით თუ თავისუფლებაზე ვიქნებით, იმიტომ რომ ისე მიდის საქმე, მაგრამ შევხვდებით. არა, თქვენთან არა, ყველასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები დაიბარეს სასამართლოში, 10-ზე მეტი ადამიანი იმის გამო რომ ტროტუარზე იდგნენ და იქ რა ვიცი, ყველა ჩვენგანი ვინც არის ამ პროტესტში ყველა იქ იდგა და ვიდგებით ბოლომდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიცოდეს ივანიშვილმა რომ ეს ამ კანონის აღსრულებასაც არ უწერია ასე ვთქვათ არ აქვს იმის შანსი რომ აღსრულდეს რა ეხა ხელებს თუ გადაუგრეხ ადამიანს და იძულები და ძალით წაიყვან სასამართლოში და შემდეგ ციხეში ამის ძალა ჯერ მათ აქვთ რა თქმა უნდა მაგრამ დამორჩილება არ მოხდება ეს ერთი რაც შეეხება ფასებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ის რომ საქართველოს მოქალაქეები უფრო ღარიბდებიან და ფასები უფრო იზრდება. ერთადერთი პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. კობახიძე რას ცდილობს ამას ჩვენ ნახავთ მალე. კობახიძე ცდილობს ერთადერთ რამის, რომ მან ის პრობლემები და რა თქმა უნდა პრობლემებია და ჩვენ კიდევ ვიცით ხო ამ წინა საახალწლოდ ახალი წლების შემდეგ ეს ფასები კიდევ უფრო გაიზრდება დიდი ალბათობით როგორც ექსპერტები საუბრობენ ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზრდება კიდევ უფრო დიდი გვაქვს ინფლაცია აქედან გამომდინარე კობახიძე ცდილობს ერთს ამ განცხადებით ის ცდილობს რომ პასუხისმგებლობა მოიცილოს მხოლოდ ამას ემსახურება და ეხლა უნდათ თითქოს ვიღაცას დააბრალონ რომ ეს 13 წელია რომ ფასები ყოველთვიურად და ყოველწლიურად იზრდება ვითომ ვინმე სხვისი ბრალია და ახლა არიციან რომ მონოპოლისტები გვყავს სხვადასხვა პროდუქციაზე, სურსათზე და თითქოს არიციან ეხლა რომ ეს რა ქვია ის კრიმინალი ბექაური არის ერთ-ერთი ყველაზე მილიარდზე მეტი რო აქვს ბრუნვა იმ მარკეტების ქსელის თანამფლობელი. ეხლა ამას კრიმინალი ამის გამოა თანამფლობელი. არა, კრიმინალი იმიტომ არის, რასაც აკეთებს ის კომისიაში, როგორც კომისიის ხელმძღვანელად მუშაობის დროს. კი, ხელს უწყობს მონოპოლიას, ხელს უწყობს სერვისების არასწორად და არაგამართულად მიწოდებას, ხელს ინტერნეტ კი, ბევრი შეგვიძლია, აი უბრალოდ მათ შორის არჩევნებში ჩაერია, რომ იცოდეთ. კი
კი, არჩევნებში ჩაერია, მათ შორის დაამუშავა. მოვა მაგის რომ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ, დარწმუნებული ვარ ისმენდა არჩევნებში ჩაერია, მათ შორის დაამუშავა საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია და მიაწოდა შესაბამის უწყებებს. ამაზე მოვა დრო და ამაზე პასუხი. რომელ უწყებებს პერსონალური ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომი არ იყო იმ უწყებებისთვის სხვა რაღაცა მოდი ერთს მარტივ წინადადებას ვიტყვი. მათ შორის იმის ეს ისეთი ბრალია ხარ ბრალი არ არის. საუბრობ ხა პოზიცია და მოსაზრება, რომელიც რა თქმა უნდა დამტკიცდება სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში, რომელიც თითქოს მემკვიდრეობით ერგო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეობა. ბაზებიც ჰქონდათ, საარჩევნო მონაცემებიც ჰქონდათ, ტექნიკური აღჭურვილობაც არსებობდა. საარჩევნო ბაზებზე არ გულისხმობ. ბექაური იყო ის კაცი, რომ შეძვრა არა, ბექაური არის ის ადამიანი, რომელიც მითვისებული აქვს მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობა არის მონოპოლიის ხელშემწყობი საქართველოში, ხელი შეუწყო საქართველოში უფრო მეტი ხარისხით ინტერნეტის, უფრო ხარისხიანი ინტერნეტის არსებობას და ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ევროპაში ყველაზე მაღალი ტარიფი გქონდეს და ამიტომ აქვს მას ის ბიზნესები და წილები, თორემ მისი ხელფასები მილიარდიანი ბრუნის ბიზნეს ვერ გაწვდებოდა ვერცერთ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, კი, მათ შორის, აი ბიზნეს სავარაუდოდ ვიდრე იქ მივიდოდა, მანამდეც ჰქონდა რა. არა, უნდა გადაამოწოთ, ეგრე არ ყოფილა. სანამ ის არ გაებმებოდა იმ კრიმინალურ ქსელში, რომელშიც არის. მე ასე მახსოვს, რომ ის ორი ნაბიჯის მეწილე იყო, როცა მარეგულირებლის ხელმძღვანელი გახდა. გასაგებია, გადავამოწმოთ, როგორ განვითარდა მისი ბიზნესები, რა პერიოდს უკავშირდება და ასე შემდეგ. არაერთი გამოძიება ჩატარებულა თქვენს არხზე, სხვათა შორის, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიება. საბოლოო ჯამში მისივე წრიდან მაქსიმუმ ვინმეს, ასე ვთქვათ, შენიშვნა მისცენ, იმიტომ რომ ვერ გაბედავენ ახლა ისინი. ბიძინა ივანიშვილი ფარველობს ქსელს, სხვა მაგალითად ბექაური ფარველობს ქსელს და კობახიძე უპირისპირდება ივანიშვილის კიდევ ერთხელ მაგით დავიწყე კალთა გადაფარებულ ხალხს. არ უპირისპირდება, პირიქით ეს არის რაღაცა პოპულისტური ხალხს აჩვენებს უბრალოდ რომ თქვენზე ვითომ ზუნავენ იმ ადამიანებს, რომელსაც 100%-ით, 30%-ით, 50%-ით აი ყოველდღიური საჭიროებები გაიზარდა და ეხლა ამით ცდილობენ რომ მათი ბრალი კი არ არის ივანიშვილის, კობახიძის, ბექაურის და ვიღაცების ბრალი კი არ არის, არამედ იმ ადამიანების ბრალია თითქოს ვისაც პროდუქცია შემოაქვს ან აი ვიღაცებს რა თუნდა საპარლამენტო კომისიას ის, როდესაც შემოსავლების სამსახურს უნდა კონდეს ყველა ის ინფორმაცია, რაზეც დღეს თითქოს მოჩვენებითად შეწუხებული კობახიძე საუბრობდა, მაგრამ აქ არის თავარი კონკურენციის აგენტოც ახსენა ჩვენმა წინა სტუმარმა, ასეთი ეს თქვა კარტელური გარიგება თუ იყო ასე შეძლო კი კონკურენციის აგენტოს სასაცილო ინსტიტუცია ჩამოყალიბდა, ალბათ იცით ხო 2018 წელს პურის გაზრდის თუ 21 წელს პურის გაზრდის ფასს რო იკვლევდნენ წელიწად ნახევარის განმავლობაში, არ იცით ეს ამბავი? წელიწად ნახევარი იკვლევდნენ რატო გაიზარდა 20 თეთრით პური და ბოლოს დაადგინეს რომ ხორბლის ფასი გაიზარდაოდა. ეხლა ადეკვატურობასთანაც შორს არიან, მაგრამ ამაზე ერთი ბიძინა ივანიშვილი არის ყველამ უნდა იცოდეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ის რომ ყოველდღურად ღარიბდება, ამაში არის დამნაშავე ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის კობახიძე, კალაძე და ასე შემდეგ. მერიაში აი შეგიძლიათ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატაროთ. ფარულად, ღიად კითხოთ, ოღონ მათი ვინაობა 100 მერიის თანამშრომელს. პირველი 100 ვინ შეხვდება. 100-დან 90 გეტყვით, რომ კალაძე არის კორუმპირებული. კალაძეზე კორუმპირებული. მოქმედ თანამშრომელი? კი, მეც ყველა თელმა მერიამ იცის. გვანცელაძემ თუ მილიარდი მოიპარა, ეხლა კალაძემ როგორ არიცოდ მილიონი მოიპარა უკაცრავად. კალაძემ როგორ არიცოდა ეს, ვის აჯერებენ ამას? პირადი რეკომენდაციით იქნა დანიშნული და არა, ჩემამდე იყო დღეს ამბობდა კალაძის კომენტარს მოусმინე, მე ჩემი გუნდიო და ჩემი კადრები არ მისი გუნდიც, მისი მოადგილეები. კალაძეზე კორუმპირებული საჯარო მოხელე ევროპის კონტინენტზე არ არსებობს. აი, ავიღოთ ბელარუსი, რუსეთის, გამორიცხულია. შენობა არ შენდება თბილისში. ეს არის დადასტურებული. აი, ყველას შენობა, კაფე არ იხსნება თბილისში, სადაც კალაძეს ან მის გუნდს არ კონდეთ წილი. და ამას ეს დადგინდება აუცილებლად. და არ გამიკვირდება, რომ ეს ივანიშვილმა ანტიკორუფციული კამპანია აქვს ჩიგნით გაჩაღებული. კარგია, ეს ანტიკორუფციული არ არის ანტიკორუფციული კლანური გარჩევა აქვს ჩიგნით, რაც კიდევ ერთხელ მივანიშნებს იმას, რომ არა აქვს შვიდობიანი და
ასე ვთქვათ, წყნარი ცხოვრება ივანიშვილს და თუნდაც კობახიძეს. თუნდაც დღევანდელი ეს მისი რაღაცა ვიდეო, რომელიც გაავრცელა, ამის მაჩვენებელია. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ყველა ამ ტიპის ინიციატივის დროს მუდმივად ჩდება კითხვა, რომ ეს რაღაც მიჩვეულია საზოგადოება, წინასაარჩევნო კონტექსტს ასეთი ინიციატივების დროს და აი რაღაც არჩევნები ხომ არ იქნება, რატომ გეკითხებით თქვენ? ჩემ ეთერში გაქვთ ნათქვამი, რომ დაახლოებით 2025 წლის ბოლომდე თითქოს უნდა გამოკვეთილიყო ახალი არჩევნების კონტურები, თუ ის იქნება, იმიტომ რომ მთელი ეს პოლიტიკური კრიზისი, ეს ბრძოლა, პროტესტი ხომ არის, რომ რაღაცნაირად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ასეც ხედავთ თქვენ ამ მოცემულობაში? კი, ასეც ხედავ ამ მოცემულობაში, იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტი გრძელდება, ივანიშვილის ხელისუფლება არის იზოლაციაში. შიდა პრობლემები აქვს, ერთი რომ კლანური დაპირისპირება, მეორე ხალხს რეალურად აწუხებს ის, რაც თვითონ ისაუბრეს და აღიარეს, რომ ეს პრობლემა მათ აქვს. აქედან გამომდინარე, კრიზისის დაძლევის, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი შესაძლებლობა არის არჩევნები. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მისი დანიშნული გავაგზავნე. არა, მე კი არ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა. პირიქით, ბევრი საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაც არჩევნები დანიშნოს, იმიტომ რომ 78 მუხლის შეცვალოს რაღაცები. არა, ბიძინა ივანიშვილს არჩევნების დანიშნა ამისთვის არ უნდა და არც არასდროს დანიშნავს ეს რო კონდეს მარტო არგუმენტი, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი არჩევნების დანიშნა უნდა იმისათვის და მოუწევს, თორე ისე არ უნდა არჩევნები, კიდევ ერთხელ განმეორდება, ადრეც ვისაუბრე ამაზე, მოუწევს იმისათვის, რომ მას გაუჩნდეს შანსი ხელახალი ლეგიტიმაციის. მაგრამ ჩვენ იმ პირობებში უნდა დავანიშნოთ არჩევნები ივანიშვილს, რომ მასთან დაკავშირებული საკითხები, მას ამის ასე ვთქვა და სურვილი არ ექნება, მაგრამ მოუწევს, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია და რა პარამეტრებით, აი ვთქვათ, როგორ მიდიხართ ვითარებამდე, სადაც ივანიშვილს მოუწევს არჩევნები და ნიშნავს ამ არჩევნებს. ვიდივართ ვითარებამდე ყოველდღიური პროტესტით, მათ შორის ყოველთვიური მრავალ ათასიანი და 10,000-ობით მოქალაქის ჩართულობით პროტესტით, მივდივართ წინააღმდეგობით, მივდივართ მასთან რეჟიმთან. დღემ ამის შეგრძნება არ მოიტანა, კიდე რამდენი ხანი მოიტანს, ვთქვათ. რაღაცის თქვენ რაზე გაქვთ გათვლილი? არა, ჩვენ გვაქვს იმაზე გათვლილი, რომ ეს ბრძოლა მათ შორის ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ შევქმნით მოლოდინს, რომ შეიძლება არ იყოს რაღაც ერთკვირიანი და ერთთვიანი, ეს ბრძოლა თუნდაც ხანგრძლივ პერიოდში, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს მშვიდობიანი, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვერ გაუძლებს ისეთ დაპირისპირებებს, რომელშიც ჩათრევაც ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა ქართული საზოგადოების და ქართველი ხალხის, იმიტომ რომ ეს მისი ერთადერთი შანსია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოში მის პოლიტიკას გრძელვადიანი პოლიტიკური შანსი არ აქვს. ეს გამორიცხულია მათ შორის იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც ქიმიური იარაღი გამოიყენა და ჩვენი ჩანიშნული ბრიფინგის შემდეგ 2 საათზე რატო არ დაიბარეს ზურა სასამართლოში ან 5 საათზე, 8 საათზე დაიბარეს საღამოს ზურა სასამართლოში, იმიტომ რომ როგორც მიხვდა და სწორადაც მიხვდნენ ეს ვაჟბატონები, რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის გრძელვადიანი პოლიტიკური კარიერა, იმის რა თქმა უნდა მისი უკვე გავლილი აქვს, ძალიან გრძელვადიანი იყო ის რაც იყო ჩვენი ქვეყნის საუბედუროდ, მაგრამ მომავალი გრძელვადიანი პოლიტიკური მომავალი საქართველოში მას არ აქვს. ეს არის ხალხი რომ ჩანიშნოს არჩევნები, ოპოზიცია როგორ ფორმაშია ახლა? არა, ოპოზიცია როგორ ფორმაშია, ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან. ხვალვე რომ ჩანიშნოს არჩევნები, ეს არ ნიშნავს გამოსვლის შემდეგ, თქვა. ხო, გამოსვლის შემდეგ, იმის შემდეგ რომ დაკვირვება იქ აღდგება არჩევნებზე, მას შემდეგ რომ ქართველ ემიგრანტებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის უფლება დაუბრუნდება, ამის შემდეგ ოპოზიცია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ამ ფორმაშია ზუსტად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 400 მადმე, რომელიც ძალიან რთული იყო, გააკეთა ლუსტრაცია, ვინ არის რეალურად ოპოზიცია, ვინ არის მოთანამშრომლე, ვინ არის წინააღმდეგობაში, ქართულმა ხალხმა სამწუხაროა. ჩვენ გავიგეთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების აი დათვლათ CSKO შედეგებით არც დავკვირვებივართ რა ჩაყარეს ივანიშვილთან მოთანამშრომლე პოლიტიკური სპექტრი. ვინც პარლამენტში შევიდა, ის არის ბიძინა ივანიშვილთან მოთანამშრომლე. გუშინ ამ წინ ამბობდით არაბუკლალურად, რომ ვინც არჩევნებში წავიდა, ის არის. კი, ვინც არჩევნებში წავიდა, ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლა და სამწუხაროდ გუშინ ზურა ჯაფარიძე, ირაკლი კუპრაძეს რომ ხვდებოდა, ანუ არჩევნებში მოთანამშრომლე ხალხთან კომუნიკაცია არის, ეხლა თქვენ ანუ ივანიშვილთან მოთანამშრომლე ხალხთან კომუნიკაცია არის თქვენს ინტერესებში. ლელო
თქვენი ლოგიკით. ლელო 4 ოქტომბერს არჩევნებში შესვლით დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა მისი პოლიტიკური პარტიისთვის პირველ რიგში. ეს არის ცხადი, თუ ვინმეს ეგონა რომ მაგალითად არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ეცდებოდა ნორმალიზება სიტუაციის, ჩვენ ნახეთ რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ბრალი დაუმძიმა. ლელოზე კი არა. ლელოს თუ მიგაჩნიათ ივანიშვილთან მოთანამშრომლო. თან ამბობთ რომ გამოჩნდაო ვინ არის მოთანამშრომლო, თან ეხლა ხართ ვითარებაში, როდესაც გიწევთ ლაპარაკი ამ ადამიანებთან და რაზე ელაპარაკებით მაშინ? მესმის რომ ზურა იყო და არა თქვენ, მაგრამ რაზე ელაპარაკებიან, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს საუბრის პრობლემა ლელოსთან ლელოზე როცა ვსაუბრობთ, უბრალოდ ლელომ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და თქვას რომ შეცდომა რომელიც იყო დანაშაულის ტოლფას, უნდა თქვას რომ ეს შეცდომა დაუშვით. რო გვეგონა რომ ნორმალიზებისკენ წავიდეთ. ბოდიში მოგიხადოთ და მიიღებთ. ანუ აღიარონ რაღაც აღიარება. არა, ბოდიში არ ვითხოვთ არავისგან, ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს. რომ სტრატეგიაზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე შევთანხმდით. ამას ვითხოვთ. ქალბატონ დიანა, ამას ვითხოვთ რა დღეს რომ ვამბობთ რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ ასე თუნდაც მстаრი იყოს A წერტილიდან B წერტილამდე როცა მივალთ რომც დავმარცხდეთ და ეს არ არის ასე ვთქვათ შესაძლებლობა არის ხო ამის რომც დავმარცხდეთ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ A-დან B წერტილამდე მივედით დავმარცხდეთ და ვიყიწყებთ ახალ პოლიტიკურ პროცესს ანუ ამაზე უნდა შევთანხმდეთ. შევთანხმდეთ ერთი რომ მოთხოვნები არის აუცილებელი, პოლიტპატივრები. ნახეთ ხო როგორ იქცევიან პოლიტპატივრები, რომლებმაც 10-მდე ადამიანმა და სხვაებიც არ ვიცი იტყვიან თუ არა მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება არავინ ჩარეულა. თქვენს რომ ჩვენ უდანაშაულო ვარ და უდანაშაულო ადამიანი გარდა იმისა რომ უკანონო და უსამართლო ძის ციხეში ასევე ვიღაცას თხოვონ შეწყალება. ამ ადამიანს ეს მათი გადასაწყვეტი იყო, არავინს არ აქვს უფლება მათ ინდივიდუალურად. რატო უდოზე რატო არ დაეთანხმა უდოს მაგალითად გიორგი ვაშაძე? კიდევ ერთხელ ეს თქვენ არიცით გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, მაგრამ აი რა გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება უნდა დამასრულებინოთ. გიორგი ვაშაძის გადაწყვეტია, მივესალმები გიორგი ვაშაძის ხნეობას, მის ვაჟკაცობას და გამბედაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია ჩვენი კოალიციის ლიდერებთან და სხვა ლიდერებთან ერთად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის. და ეხლა ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ რა, უდოთი რო გამოუშვას ახალბრალს ან რო გამოუშვან ახალბრალს არ წარუდგენენ. ხალხნო, ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს თებერვალში ზურა ჯაფარიძის დიდი მოლოდინი ქონდა სამწუხარო და გვაქვს ეს განსხვავებული პოზიციებიც არის კოალიციაში და გვეგონა რომ თებერვალში გადაწყდებოდა ეს საკითხი გირაო იქნებოდა პატიმრობა იქნებოდა გამართლდებოდა გამტყუნდებოდა ეს ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია სასამართლო კი არ წყვეტს უნდა გენახათ რას ეუბნებოდა თქვენო საერთაშორისო ურთიერთობებიო და პარტნიორები ყავთო უცხოელებიო და დიდი შანსია რომ პოლიტიკოს ეუბნება დიდი შანსია რომ თქვენო იმათო მიაწოდოთ ინფორმაცია და ადამიანი ეუბნება მე ამას ტელეფონით და მეილითაც გავაკეთებ და პასპორტს რატომ მართო თავი დავანებოთ იმ გირაოს და ასე შემდეგ. გირაოზე ერთი კითხვა მაქვს თენგო. გირაოსთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძემ თქვა რომ კონსულტაცია უნდა გავიაროთ. აი თქვენ რომ კითხოთ, თქვენ რას ურჩევთ? გადაიხადოს უნდა თუ არ გადაიხადოს? ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თქვენ რას ურჩევთ? არა, მე რას ურჩევ, არა. თუ პიროვნულად დავდივართ, ეს ზურას გადასაწყვეტია. ზურა თქვენ რას ურჩევთ? აი დავილაპარაკო უნდაო. ჩვენ დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ კოალიცია დაუჭერს მხარს ზურას გადაწყვეტილებას. გუშინ ვისაუბრეთ ამაზე, კოალიციური შეხვედრა ქონდა და ვთქვით, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ზურამ, ეს არის კონტექსტი განსხვავებული წინასთან შედარებით, ეს უკვე ჩემი სუბიექტური აზრია, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ზურამ, ჩვენ ზურას გადაწყვეტილებას უჭერთ. მაგრამ რაიმე არ გაამხნევეთ რომელიმე მიმართულებით. თქვენი აზრით რა დავემუქრეთ, გავემხნევო. არა, კი, მაგრამ რაღაც არ ურჩიეთ. ზურა თავს ხნედ გზნობს და ეთყობა. მაგრამ რამე არ ურჩიეთ თქვენ პირადად. ახლა კოალიციის შეხვედრაზე ბევრი პოზიცია იყო, განსხვავებულიც, ერთგვაროვანიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ზურას უნდა გადაიხადოს. ზურას ოჯახის, ამას გადაწყვეტს ზურა. არავის არ ვფიქრობ რომ უნდა გადაიხადოს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მეც უთხარი. ელენისაც მინდოდა რომ გადაიხადა და გარეთ ყოფილიყო და ასე შემდეგ. ძალიან კარგია რომ სხვაებიც ახსენეთ. კი, ძალიან ასევე კარგი იქნებოდა უდო არ დანაშაულის აღიარებას. ზურამ იცის ჩემი პოზიცია. ზურამ იცის. გამოსულიყო გიორგი ვაშაძე მინდოდა მის ულამაზეს ცოლშვილთან ერთად გაეტარებინა ახალი ზურამ იცის ჩემი პოზიცია, სხვათა შორის და ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კოალიციური შეხვედრა იყო და ზურამ თქვა რომ ეს გადაწყვეტს თვითონ. და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ზურა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს იმ გადაწყვეტილების სისწორეში მორალურ ღირებულებით ასე ვთქვათ ნაწილში ვიქნებით დაწუნებული მაგრამ ჯერ დროა 70 დღეში იმიტომ გეკითხებით სხვა ლიდერებსაც რატომ არ ურჩიეთ თქო ანუ გარდაუვალი პატიმრობა გასაგებია მაგრამ თუ კი შეიძლებოდა ამისგან თავის დახსნა მაგალითად
არავის არ ვაკრინებ ამისთვის რომ იცოდნენ. მაგალითად მამუკამ და ბადრინ რო გადაიხადა ბატონო მამუკამ და ბატონო მადრი. გირაო არ დაიჭირეს? კი, დაიჭირეს. ვინ გააკრიტიკა? მე არავინ გამიკრიტიკებია ამისთვის. დაიჭირეს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე არავინ მაშაძემაც გადაიხადა და დაიჭირეს. კი, მე რა, პრობლემა იმაშია რომ გირაოს ვინმე იხდის თუ არ იხდის. პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის ხალხო. ვიცი რომ პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის. სურამ რომ გადაიხადოს გირაო, ან არ გადაიხადოს გირაო. პრობლემა გეთახმებით. კი, ბიძინა ივანიშვილი, აი ჩვენ აქედან ეხლა სამი ადამიანი ორს პირადადთვის რომ გიორგი ახობაძეს და ნიკა კაციას. ნარკოტიკი ჩაუდეს ადამიანს, რომელსაც თმის ღერის ანალიზი ჩაუტარეს და ნარკოტიკთან ანუ უყურეთ ბიძინა ივანიშვილი უპრობლემოა, ამაზე ხომ არ ვლაპარაკობთ? კი, ივანიშვილშია პრობლემა. უბრალოდ ლაპარაკობთ შესაძლებელი არის თუ არა და უნდა გამოიყენოს თუ არა პოლიტიკოსმა ყველა რესურსი რომ ნაკლები ვადით. ამიტომ არის ჩაიგდოს თავი ივანიშვილის პირში. რო ამისთვის ვადა უფრო მნიშვნელოვანი ზურათulis რო ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს საკეთებელი და დაწყებული აქვს ეს საქმე, მათ შორის თქვენ გქონიათ ინფორმაცია რომ კუპრაძესაც შეხვდა, სხვა ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა, ვინც არიან თავისუფლებაზე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. ზურა შეიძლება იყოს ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით. არსებობს 8 პარტია, ლელო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ასევე პარტიები, რომელიც შეიძლება ამ წინააღმდეგობის ფრონტში იყოს და ამის დაშვება და შესაძლებლობა არის. ზურას აქვს რესურსი რომ ორივე პარტიის თუ კოალიციის ლიდერებს ელაპარაკოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჩვენ შევძელით, რომ სტრატეგია აღმაშენებელი შემოსულიყო და იყოს ამ კოალიციის და ასე ვთქვათ, სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ეროვნული ძალა უნდა დადგეს ერთად, რაც შეეხება გირაოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტებას, ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ზურას გადასაწყვეტი, ზურას ოჯახის გადასაწყვეტი და მინდა რომ რაც შეიძლება ხელი შეუწყოს თუ წავაქეზოთ არც თქვენ და არც მე და არც არავის მის კი, ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის გარდა არავის არ უნდა უდანაშაულო ადამიანს. ანუ ჯანსაღი აზროვნების თუ არის ადამიანი. ელენე ვახსენე და ხშირ ერთხელ კიდევ ვახსენე ჩემი ეს თქვათ მოკითხვა და გულთფილი მოკითხვა მას რა მინდა რომ ისიც იყოს რა თქმა უნდა ინფორმაციაც მაქვს ნიკა გვარამიას გულისხმობ, ნიკა მელიას საერთოდ გამოგონილი ბრალით პირიქით დაუმატეს და ესე დაუმატებენ რამდენიც უნდა ბიძინა ივანიშვილს და ეს რო არ მოხდეს, ამიტომ ზურაც სხვა პოლიტიკური ლიდერები ჩვენც უნდა ვიყოთ ძალიან ეფექტურები, რომ წინააღმდეგობა შექმნათ ძლიერი და მძლავრი, რომ დავახევინოთ ივანიშვილს უკან და ზოგიერთი ოცნების პროპაგანდისტი რო იხვეწება, შეწყალებები დაწერენ და შეგიწყალებთო, აი ასე დღეში უნდა ჩავაგდოთ სხვებიც, რომ საბოლოო ჯამში ივანიშვილმა დაიხიოს უკან და ის რაც ის ერთი წინადადება დავასრულოთ. რაშიც თვითონ დარწმუნებულია. ახლა ის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა რო აქვს 9 პოლიტიკურ ლიდერს, ეს ხო გამოგონილი ბრალია. რაითი დაასუსტა ან ერთმა ან მეორემ ან მეცხრემ ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მას მოუწევს უკან დახევა, იმიტომ რომ ის ვეღარ აკონტროლებს იმ პრობლემებს, რასაც თუნდაც დღეს კობახიძე საუბრობ. მადლობა თენგო თევზა